დათო სიმონია ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში, მეგობარი ციხეში, მე ციხესთან ეს ბანერი დათოს ეკუთვნის, რომელიც მეხუთე ღამეს ათენებს ზახესის იზოლატორთან, სადაც ზვიად რობაქიძე იმყოფება. რობაქიძე რესტორან ბაბილოსთან დააკავეს აქციაზე, სადაც მოსამართლეების შეკრებას აპროტესტებდნენ. ზვიად 10 დღიანი პატიმრობა აქვს მისშირი და მივესალმები დათოს პირდაპირ ჩართვით სამართლებისა და აი როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე, ამ იდეამდე, ასე ვთქვათ, იდეამდე, იმიტომ რომ ეს მხარდაჭერის აქტი არა მხოლოდ მეგობრის მიმართ, არამედ გზავნილია თლიანად საზოგადოებისთვის, რომ არ ეგუებით არა მხოლოდ პატიმრობას, არამედ არ ეგუებით რეჟიმს, რომელმაც ეს ადამიანი პატიმრად აქცია. დიდი მადლობა ინტერესისთვის. გადაწყვეტილებამდე როგორ მივედი, არ მგონია ამის ფორმულირება შეუძლო, იმიტომ რომ საკმაოდ ირაციონალური იყო. ერთადერთი რასაც ვცნობდი, იყო ზუსტად ის, რაც თქვენ თქვით, რომ რაც ხდება სასამართლოებში დღეს და ბოლო ხანების განმავლობაში, რაც ხდება ქუჩებში, აქციებზე, აღარ არის ნორმალური და შესაბამისად მეც ვერ გავაგრძელებდი ამის პროტესტებას ან სახშუყოფნას და არხევიდან თვალყურის მიდევნებას და აღშფოთებას. შესაბამისად, ეგრევე რაც თავში მომაგონდა, იყო ის, რომ უბრალოდ ქუჩაში დამჯდარიყავი, ჩემს მეგობართან ახლოს, რაც შეიძლება და მაქსიმალურად გამევრცელებინა ინფორმაცია კონკრეტულად ამ შემთხვევაში ამ ამბავზე და ამ ზვიადის დაკავების ამბავზე, რაც არის საკმაოდ კომიკური, აბსურდული და ტრაგიკულიც დიდწილად რა, კომიკური ალბათ ყველაზე ნაკლებად. და დღეს ახლა მაგას ვაკეთებ, შეიძლება ზოგს ეგონოს, რომ უბრალოდ ვზივარ და არაფერს ვშვები, თუმცა დღე ისე გადის, რომ საერთოდ ვერ ხვდები, რომ უკვე დაღამდა, უამრავი ადამიანი მოდის, ყველას ველაპარაკები სასამართლო სისტემის პრობლემებზე, კონცენტრირებულად და განსაკუთრებულად სასამართლო კლანზე, რომელსაც ფაქტიურად შეეწირა ჩემი მეგობრის ცხოვრებიდან 10 დღე. შეიძლება არ შეეწირა და იქ ბევრი საინტერესო გამოცდილება მიიღოს, თუმცა ეს მისი სურვილის მიუხედავად აი ახლა ახსენეთ კლანი სასამართლო, საინტერესო ამბავი რა არის, ხომ ადამიანები დააკავეს იქ, სადაც მოსამართლეები კეიფობდნენ და მოვიდა, მოიყვანეს პოლიცია და ჩვენ ნახეთ მაგალითად ერთ-ერთი მოსამართლე, რომელიც ჩემი აზრით აი თავის ბრაზს გადმოსცემდა სხვების სათქმელსაც ჩემი აზრით, რომელმაც თქვა, რომ ყველა დასაჭერი ხარ თუ აქო ახლაო, ვინც ხარ თუ. ასე სიტუაციის აბსურდულობა რა არის, ადამიანებს იჭერენ იქ, სადაც მოსამართლეები კეიფობენ, ეს მოსამართლეები არიან გაბრაზებულები და მერე ეს მოქალაქეები უნდა მიუყვანონ ამ მოსამართლეებს, რომ მათ გაასამართლონ. ხო, აი სრული აბსურდია, თავი და ბოლო ყველაფერი არის აბსურდი. მე როგორც ვიცი, ყველა პროცესზე დაკავებულების ადვოკატები ცდილობენ, რომ აიცილონ მოსამართლეები, ის მოსამართლე, ანუ ისე არ გამოვიდეს, რომ იმ მოსამართლეებმა გამოუტანონ ამ ადამიანებს განაჩენი, რომელთა საეჭვობასაც, რომელთა პატიოსნებასაც კითხვის ნიშნის ქვეშ საზოგადოება და რა თქმა უნდა არც ერთი აცილება არ დაკმაყოფილდა, არც ჩვენ შემთხვევაში ზვიადი ლელა მილდერბერგერმა თუ სწორად მახსოვს გვარი გაასამართლა. ეს ქალბატონი, ამ ქალბატონს საკმაოდ საეჭვო წარსული აქვს და არის სანქცირებული არასამართლიანი და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული გადაწყვეტილებებით გამო და პროცესის დასაწყისიდანვე ძალიან ცხადი იყო ის მიზანდასახულობა, რაც მას ჰქონდა. ძალიან მენიშნა, რომ პროცესის დასაწყისში მოსამართლე აუდიტორიის დარბაზის წინაშე თავს იმართლებდა ან პირდაპირ მნიშვნელობით ამ სიტყვის, გვეუბნებოდა, რომ ის უკვე საკმაოდ ხანში შესული გამოცდილი და საკმარისად კომპეტენტური ამისთვის, რომ ჩვენი აზრი არ გაითვალისწინოს და საერთოდ არ აინტერესებს, საერთოდ არ უსმენდა ბაბილოსთან შეკრებილები, რას იძახდნენ, რას კანდირებდნენ და რას მღეროდნენ, თუმცა ძალიან კარგად აქვს გამახსოვრებული კორძის ის სიმღერა, რომელიც ახლა არის გაპოპულარებული და როგორც კი ჩაძიებებს აკეთებდა და განმარტებებს, აღმოჩნდა, რომ ძალიან გულნატკენია, ზუსტად ახსოვს ამ სიმღერის ტექსტი და ყველა დეტალი, ვინ, როდის, სად რა ისროლა. შესაბამისად, ახლა რა ვიცი, პატარა ბავშვები არავინ არ ვართ, არც გულში დაუბადებულ ვართ და
ყველანი ვიტყვით, რომ ეს არის არაადეკვატურობა, როცა მე ვაპროტესტებ მოსამართლის არაკეთილსინდისიერებას და მე ბაკ მოსამართლესთან მივყავართ. ბოლოს დათო მინდა ვიკითხო ასეთი რამ ეს სასამართლო კლანიც, რომელიც ნაწილია მთლიანად ამ რეჟიმისა, სხვადასხვა ფორმით ცდილობს საზოგადოებას აჩვენოს, რომ ის არის რაღაცნაირად უძლეველი და ამისთვის იყენებს რეპრესიებს. ხო, აგერ ვნახეთ, მაგალითად მზიას. არა მხოლოდ რეპრესიებს, სულფრაც მაგ ამის ნაწილია, რა თქმა უნდა, ეგ ფორმაც, სადაც უნდა ეჩვენებინა, რომ აი მე მაინც ვაქეიფებ ჩემს მოსამართლეებს. ჩვენ ვნახეთ მზიას შემთხვევა ბათუმში, როგორ მიუსაჯეს და ჩასვეს სისხლის სამართლის კოდექსი და ბევრი რამ ვნახეთ, სადაც ზალის დემონსტრირებას ცდილობენ. თქვენ რას ეტყოდით საზოგადოებას? აი თქვენი ერთი ეს გამოხატვის ფორმა, რომელზეც ახლა ვისაუბრეთ და ზოგადად რას ეტყოდით და რამდენად ინარჩუნებთ ოპტიმიზმს, რომ შესაძლებელია ამ რეჟიმის დამარცხება? ეგ არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენთაგანზე და იმაზე, რამდენად სწრაფად გავიაზრებთ ჩვენს ინდივიდუალურ პასუხს და გლობებს. მოქალაქეებს ვეტყოდი, რომ არ ვიცი თქვენ სახლს თუ უყურებენ მთავრობისადმი პოზიტიურად განწყობილი ადამიანები, მაგრამ თუ უყურებენ, პირველ რიგში მათ ვეტყოდი, რომ ჩვენ და მე კონკრეტულად არ ვიბრძვით არც ძალაუფლებისთვის, არც კონკრეტული პარტიის ხელისუფლებაში მოსვლისთვის და ჩვენი ბრძოლა უკვე აღარ არის ესე ვთქვათ პოლიტიკურ ძალაუფლებებს და პოლიტიკურ თამაშებს გაცდა. პირადად მე და ჩემი თანამოაზრეები ვიბრძვით იმისთვის, რომ არ ვიყოთ ჩაგრული გქონდეს ღირსეული და უსაფრთხო სიცოცხლის უფლება, რაც არის საბაზო უფლება. ეს ბრძოლა არის ჩემთვის პირადად არის გადის აი ჩემს ღირსებაზე, ესე ვთქვათ რა, მე თუ ეხა ამ ლელა მილდენბერგერის გადაწყვეტილების შემდეგ წავიდოდით სახლში და ჩვეულებრივად გავაგზავნებდი ცხოვრებას, არ შემთავთანმეცნებოდი მართალი, არ ჩემს მეგობართან და არ ჩემს შულთან, რომელიც შეიძლება ასევე თავდადებმა ლელამ გაასამართლოს. ანუ ჩვენ მე მგონი უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს ბრძოლა ბევრად უფრო კომპლექსური გახდა, უფრო მორალური ბრძოლები გვაქვს საკუთარ თავთან პირველ რიგში გადასატანი და მე ქართულ ოცნებას უნდა ვასწავლოთ და დავანახოთ, რას ნიშნავს იყო ღირსეული და მორალური ადამიანი და იმის იმედი კი არ მაქვს ხა რომ უცებ მორალურები გახდებიან, უბრალოდ ეს კონტრასტი, ეს სინათლე იმდენად დამაბრმავებელი იქნება, რომ მე უბრალოდ ვეღარავინ დიდი მადლობა დაასრულეთ წინადადება, მგონი გაგაწყვეტინეთ. მადლობა თქვენ და ძალიან დიდი სოლიდარობა მინდა და პატივისცემა ჟურნალისტებისადმი გამოვხატო, რომლებიც საკუთარ ტყავზე გადაგაქვთ ეს ბრძოლა და თქვენს გვერდით გვიგულეთ ყოველ. დიდი მადლობა დათო სიმონიას უსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში.